ქალბატონ ცაროსთან მინდა გადავიდეთ. ცარო ოშაყმაშვილი არჩილ მუსელიანცის დედობილი. ქალბატონ ცარო, თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს კონკრეტულად და აი როგორ ფიქრობთ, რაზეა დამოკიდებული ამ პროცესში წარმატება? სხვა შორის ლევანსაც უთქვამს წინა პერიოდში, აი ქალბატონმა მარიზიმაც გაიხსენა წეღან, რომ აი თქვათ ეს იქნება რომელ დღეს ზუსტად შეიძლება რთული იყოსო ამის თქმა, მაგრამ მას ჰქონდა აქცენტი და თქვენი საუბარიც ხშირად მომისმენია, რომ აი ბევრი ადამიანის გამოსვლის მნიშვნელობაზე აკეთებთ აქცენტს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოითხოვოს ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების დაცვა თუ იმგვარად საკითხების გადაწყვეტა, როგორც ეს ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს წარმოუდგენიათ, ხომ? აი რისი თქმა შეგიძლიათ ამაზე? ამასთან დაკავშირებით, რომ ბევრი უნდა გამოვიდნენ, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხს, იმიტომ რომ ისინი შეშინებულები არიან ძალიან. უბრალოდ გამოსვლის კი არა, ესე თქმის მოწოდებისიც კი ეშინიათ. და ამით ხალხმა უნდა დააფიქსიროს თავისი ძალა, უნდა აჩვენონ, რომ ნამდვილად აღარ უნდათ ეს ეგრეთ წოდებული მთავრობა. ჩვენ ხომ დავდივართ რაიონებში, უმეტესობა კი არა, სულ ყველანი არიან წინააღმდეგები. არიან ბევრი მაინც ისეთები, რომლებიც შეშინებულები არიან. უბრალოდ ახლა არჩევნებისთვის ერთ-ერთ რაიონში შემოგჩივლეს, რომ უკვე დაიწყეს პირადობების ჩამორთმევა. მე ამას პირადად არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მაგ არჩევნებს არაფრად ვთვლი, მაგრამ ის ხალხი მაინც ფრთხილობს, რომ დაკარგავს იმ ბაზრობაზე, იმ ადგილს, სადაც დგას. ბევრს მაინც ეშინია, მაგრამ მერწმუნეთ, რომ უმეტესობა საქართველოში, ქართველი მით უმეტეს მშრომელი ხალხი არის იმ აზრზე, რომ ესენი უნდა წავიდნენ, რადგან დღითი დღე უარესდება ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, ფაქტიურად საჭმლის ფულსაც ვეღარ და ვერ ჭამს სრულფასოვნად ადამიანი, ამიტომ აუცილებელია გამოვიდნენ, აუცილებელია იგრძნონ, რომ ჩვენ უკან დამხევები არა ვართ, თუ რამე სირთულე იქნება, თუნდაც ის რაც გაგვიბედეს დეკემბერში და დაარბიეს ახალგაზრდები, უფრო მეტნი გამოვათ. აი ელემენტარულად დღეს სამი დედა შევიკრიბეთ რუსთაველზე, პოლიცია შეშინებულები დაგვდევდნენ, სად მიდიხართ, რატომ მიდიხართ, აი ვინ ხართ, სახელებს და გვარებს გვეკითხებოდნენ. მე გავეხუმრე, რომ აქცია გვაქვს ახლა დაანონსებული და იმ წუთში გადასცა რამდენი, მე ვთხარი 100,000 დაიჯერეს. და ვიღაცას წერდა, რომ აი აქციას აანონსებენ მშობლები. ამ დროს უბრალოდ შევხვდით ერთმანეთს აი ტელევიზიაში წამოსასვლელად. ასე რომ, რა ვიცი, მეც მოუწოდებ. მე პირადად მithქვია და ვიტყვი კიდევაც, რომ შიში ჯერ ერთი ძალიან ცუდი თვისება არის, შიში ანგრევს ადამიანს, შეშინებული ადამიანი არის ძალიან ცოდო და პირიქით ჩვენ არ უნდა შევშინდეთ, რადგან ისინი არიან შეშინებულები, ისინი არიან დაბნეულები და უკვე თვითონვე აღარ იციან რას აკეთებენ, ვის იჭერენ და ჩვენ თუ ეხლა ვერ გავიმარჯვებთ, თუ ეხლა ჩვენ არ დავდგებით, მე ნამდვილად უყველას დაგვიჭერენ, მშობლებსაც, სხვის შვილებსაც და სხვის დედებსაც, ამიტომ კარგი, მაგრამ ქალბატონ მარიზა, თქვენ ახსენეთ რეგიონებში სიარული და იცის ძალიან კარგად ჩვენმა მაყურებელმა, მუდმივად ვაშუქებთ ამას, რომ თქვენ მიგაქვთ იქ ბიჭების გზავნილები და ასე შემდეგ, ხომ ესაუბრებით იმ ვითარებაზე, რაც არის ახლა ქვეყანაში. აი როგორ ფიქრობთ და მაინც ალბათ უფრო სარწმუნო ხართ ხო, ვიდრე შეიძლება სხვა, ახლა საერთოდ არის თქვა და პოლიტიკოსების სანდოობის პრობლემა საგრძნობია, ეს არ არის ახალი ამბავი, მაგრამ როდესაც ესაუბრები თქვა დაპატიმრებული პირის დედას, ეს თავისთავად აღძრავს პირველ რიგში ემპათიას თქვენ მიმართ დარწმუნებული ვარ და შემდეგ ინტერესი იმის მიმართ თუ აი რისკ ჯერათ კონკრეტულად თქვენ, ხომ? ანუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი, რომ დაინახოს ხელისუფლება მოთხში და
და აი როგორ ფიქრობთ ამის შემდეგ რა, ანუ შეცდომაზე უფრო თქვათ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება ამის შემდეგ და ეს არის შეცდომა რაზეც მიიღებს პასუხს თქვათ საზოგადოებისგან, აი როგორ უყურებთ კონკრეტულად ამ დღეს და რას ეუბნებით იმ ადამიანებს ადგილებზე, რომლებიც გისვამენ კითხვას ამ დღესთან დაკავშირებით? ეს ხალხი არც ვფიქრობდით ჩვენ ხანდახან უთქვიათ რომ აი თქვათ ზესტაფონში ვიყავით და აი იქ რო წახვალთ ახლა ბაზარში ბევრი კოდსია აი ესე თქვათ პირველ შემოხედრს და ცოტა იძაბები ადამიანი არ გინდა რომ გამოყვე მას მაგრამ არ გამართლებულა იმიტომ რომ აღარ მე ვფიქრობ რომ არც აქ დედაქალაქში და არც რაიონებში აღარ არიან ერთადერთი სადაც არ ყოფილვარ და არ ვიცი რა ხდება ეს არის თვითონ ჩემი რაიონი ჭიათურაში დავიბადე და საჩხერეში ვარ გათხოვილი და არ ვიცი რა ხდება იქ მით უმეტეს აქაც ბევრი მეუნევა აქციაზე რომ არ გაბრაზდეთ ჩვენ საჩხერლები ვართ მოსულან სპეციალურად ჩემთან და უთქვიათ რომ საჩხერლები არა ვართ ყველა ეგრე ამიტომ გვეხუტებიან მართალს ამბობთ რომ ჩვენ სხვანაირი ისა გვაქვს სტატუსი მაინც დედებს გლოცავენ ჩვენ შვილებს და ძალიან აი ტირიან ისინი იცით რამდენი მტირალი ადამიანი მინახავს და ზუსტად მე მithქვია რომ შეიძლება ისე არ ვიტირო თქვა სტუდიაში და არავინ ხედავს სახლში როგორ ვიქცევი მაგრამ მე ზუსტად მაშინ მე ვახონმე ცრემლი ამიტომ ჩვენ ახლა ის ბროშურებიც არის დაბეჭდილი ამასაც გავიყოლებთ ხვალ არა და ზეგ მივდივართ კახეთში დილიდან აუცილებლად რადგანაც არის ამათაც გავიყოლებთ და დავარიგებთ მოსახლეობაში და რა თქმა უნდა ამ თემაზედაც ვისაუბრებთ რომ ვისაც შესაძლებლობა ექნება აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს დედაქალაქში და გვპირდებიან რომ ჩამოვლენ ძალიან ბევრი ხალხი იძახის არ ყოფილვარ აქციაზე მაგრამ 4-ში მოვდივარ არ ყოფილვარ მაგრამ 4-ში მოვდივარ გიორგი ჩიკვაიძემ გააკეთა ძალიან კარგი გზავნილი ერთი დედა ერთი შვილი ოჯახიდანო რა რომ ვიყოთ ბევრიო და ჩვენ მე მაგალითად ისედაც ესე მიწევს ერთი დედა და ერთი შვილი ერთი კი მყავს აგერ ციხეში ამიტომ არა მარტო დედა და შვილი მე ყველა ჩემ მეგობარს ყველა ახლობელს ვთხოვ ვინც თulis რომ თორნიკი არის უკანონოდ დაპატიმრებული აუცილებლად ეს იქნება ყველაზე დიდი გვერდში დგომა ახლა თორნიკესთვის არავის არ შეეშინდეს იქ მოდიან შვილებით ეს იქნება რევოლუცია დროშების რევოლუცია ბევრად უფრო ლამაზი ვიდრე იყო ვარდების რევოლუცია ყველა ადამიანს ხელში ექნება დროშა და ასე რომ არ ვიცი მაგრამ არ შევწყვეტ თუ არ იქნება 4-ში იქნება 5-ში არ იქნება 5-ში იქნება 6-ში აუცილებლად ეს მთავრობა აუცილებლად უნდა წავიდეს თორემ კი ვხედავთ რაც ხდება თურმე ვითომ ჩვენ გვირიგებენ აქციაზე ფულებს და ჩვენ ვინ მოგცევს ფულს აგერ ვხედავთ რაც ხდება მთავრობაში ზუსტად იმ ფულებს იღებენ რომელი ფულებითაც მერე აი მამურჩეველს თავიანთ ამომრჩეველს აბრიყვებენ რა აი რა ხდება არჩევნების წინა დღეს ეს ყველაფერი ისევ თავიანთ ხალხს იჭერენ მადლობა კაპიტან ცარო ბოლოს რამდენიმე წამი გვაქვს და მორჩით პრაქტიკულად აღარ გვაქვს დრო თქვენც თუ გაქვთ მე მინდოდა რომ კიდევ ერთხელ მიმემართა დღეს აი ახალი სამსახურის უფროსები დააკენეს თუნდაც პეტიციური სამსახურის უფროსი ციხის უფროსები ისინი უფრო მეტად არიან გამკაცრებულები მეტი ზეწოლა მიდის ბიჭებზე მშობლებზე და მოვუწოდებ მათაც აქედან და ხალხსაც სანამ თვითონვე არ განმოცდიან ამ საშინელებას ნამდვილად უნდა დავდგეთ ერთად ნამდვილად უნდა გამოვიდეთ რომ ჩვენი საქართველო იყოს პირველ რიგში თავისუფალი და მე თავისთავად ჩვენი შვილებიც და ჩვენც ვიქნებით თავისუფლები დიდი მადლობა ორივე თქვენგანს დაგემშვიდობებით ბიჭებს